გადმოსულა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან რიყის გვირაბში კადრებში, რომელიც მთავარს მოქალაქე მიაწოდა, ჩანს, რომ პირი მიმავალი ავტომობილიდან ისვრის. მოქალაქის ცნობით ფაქტი დღეს მოხდა, ვაზნები კი ისევ გვირაბში ყრია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია მთავარი უწყებისგან პასუხზელოდ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. დაკავებული აქტივისტი უარს ამბობს წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც. ადვოკატის თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მან 10 კილოგრამი დაიკო. მეარაყიშვილს საქართველოს სასარგებლო ჯაშუშობა ედება ბრალად. ლავროვი უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და sapasukho ქმედებით იმუქრება. ზელენსკი კი თავდასხმის ფაქტს არ ადასტურებს და ლავროვის განცხადებას მორიგ რუსულ ტყუილს უწოდებს და ამას კრემლის პროვოკაცია დააფასებს. ზელენსკის თქმით, რუსეთი ომის გასაგრძელებლად და უკრაინაზე სამომავლო თავდასხმებისთვის ნიადაგს ამზადებს. ტრამპის მტკიცების მიუხედავად, რომ პუტინის სურვილია უკრაინის წარმატება იხილოს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ცეცხლს ისევ არ წყვეტს. პუტინმა რუსეთის გენერალურ შტაბს ომის გაგრძელება უბრძანა. დღეს ის ამტკიცებდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების გათავისუფლება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.